მთელი ცხოვრება ვერ ვიგებდი რა დრო იყო ეს present perfect ამ ინგლისურში, რომელმაც გამაწამა. აი მასწავლებლები კი ხსნიან სულ აი ასე. დრო, რომელიც დაკავშირებულია აწმყოსთან. მოქმედება, რომელიც აისახება აწმყოზე. და რას ნიშნავს ეს აწმყოზე აისახება და აწმყოსთან დაკავშირებულია? არ მესმოდა. მაგრამ მე აგიხსნი ახლა ძალიან მარტივად და ეგრევე გაიგე. ეს არის დრო, რომელიც აჩვენებს, რომ მოქმედება ახლა, აი ამ წამს უკვე დასრულებულია. ანუ ახლანდელში დასრულებულია. Present ნიშნავს აწმყოს ახლანდელს, perfect სრულს, ანუ ახლა სრულია. ახლანდელში დასრულებულია. მაგალითად, I've written the test. მე დაწერილი მაქვს ტესტი დავწერე. ანუ ახლა ჩანს რომ დავწერე და ახლა დასრულებულია ეს ტესტის დაწერა. მაგალითად კიდევ I have bought the car. მე ვიყიდე მანქანა, ანუ ახლა ნაყიდი მაქვს და მანქანაში ვზივარ და მიხარია. I've just sent you the message. სულ ახლა ხანს გამოგიგზავნე მესეჯი, ანუ ახლა ეს მოქმედება უკვე დასრულებულია. ნუ ქართულში შეგვიძლია პარალელი გავალოთ, გამოგზავნილი მაქვს, დაწერილი მაქვს, ნაყიდი მაქვს. აი უმარტივესი. და თუ გინდა უფასო ვიდეო გაკვეთილი, სადაც მასწავლებელი ძალიან დეტალურად და უმარტივესად ხსნის ამ დროს, აუცილებლად დაასკანერე ეს QR კოდი.